Ardgeni 2011 საქართველოს რეგიონებიდან თბილისში ინაცვლებს ტრადიციულ ფესტივალს ეთნოგრაფიული მუზეუმის ღია სივრცე უმასპინძლებს. საბრძოლო ხელოვნება, ხალხური რეწვა, ქორეოგრაფია, ფოლკლორული და თანამედროვე მუსიკამ საქართველოს რეგიონების წარმომადგენლები ღია ცის ქვეშ საკუთარ ხელოვნებას წარმოადგენენ. რიგით მერვე ardgeni ხვალ გაიხსნება და 10 დღე გაგრძელდება. ნახეთ ლიზა ციციშვილის რეპორტაჟი. ფოლკლორული ფესტივალი საქართველოს რეგიონებიდან დედაქალაქში ინაცვლებს. ტრადიციული ფესტივალის მთავარი გზავნილი პროფესიონალიზმისაკენ სწრაფვა და სიყვარულია. კიდევ უფრო მასშტაბურ და მრავალფეროვან ფოლკლორულ დღესასწაულს წელს ისევ ეთნოგრაფიული მუზეუმი მასპინძლობს. 10 დღის მანძილზე ხალხური რეწვის, ფოლკლორული მუსიკის, ქორეოგრაფიისა და ზეპირსიტყვიერების მოყვარულებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ოსტატები საკუთარ შემოქმედებას წარუდგენენ. ეს 10 დღეც შემთხვევითი არ არის რომ გავხადეთ ფესტივალი. ჩვენ უფრო მეტად ყურადღებით და კარგად დაუთმობთ აი ამ სცენას ჩამოსულ სტუმრებს რეგიონებიდან, მათ უფრო მეტად მიეცემათ საშუალება რომ 1-2 სიმღერის ნაცვლად მთელი პროგრამა წარმოადგინონ და დროში იქნება ეს გაშლილი. სიახლეებია ისიც რომ ფესტივალზე იქნება დამატებული მეორე სცენა, რომელიც დღის განმავლობაში იმუშავებს ყველა იმ მოყვარულისთვის, ვისაც ფესტივალი უყვარს და უნდა თავის შემოქმედება წარუდგინოს საზოგადოებას. ცოტა ფესტივალი, რომელიც ცოცხლობს ამდენი წლის განმავლობაში, მაგრამ შეიძლება იცოცხლოს ფესტივალმა, მაგრამ არ იზრდებოდეს. ყოველ წელს რაღაცა სიურპრიზებს გვთავაზობენ. ყოველ წელს უფრო და უფრო მასშტაბური ხდება ეს ფესტივალი. აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრო როგორც პირველ დღეს იყო აქტიურად ჩართული, ისევე ყოველ წელს როგორც კი წლის დასაწყისში გადახედავს პროგრამას და პროექტს, იმ წუთშივე მხარში უდგას. ფესტივალი, რომელიც ყოველ ზაფხულს რამდენიმე დღით მთელს საქართველოს აერთიანებს, ხვალ გაიხსნება. ეთნოგრაფიული მუზეუმის ორი სცენა ღია ცის ქვეშ პროფესიონალ მუსიკოსებს და დებიუტანტებს უმასპინძლებს. ფესტივალის დასკვნით ნაწილში დედაქალაქში უცხოეთიდან ჩამოსულ მუსიკალურ ჯგუფებსაც ელოდებიან. იმატა ინტერესმა ხალხური ფოლკლორის სადმი და გვინდა რომ თითოეულ რეგიონს ჰქონდეს საშუალება თავი წარმოაჩინოს უფრო უკეთესად. თუ კი წინა წლებში, დაუშვათ 1 დღის განმავლობაში რამდენიმე რეგიონი ჩამოდიოდა და ვერ ხერხდებოდა ყოველას ერთად უფრო მასშტაბურად ჩვენება, წელს უკვე საშუალება გვექნება თითოეულმა რეგიონმა მაქსიმალურად თავი წარმოაჩინოს სხვადასხვა მიმართულებით. ყოველთვის დავდივარ, შერის სტუმარი ვარ და რა თქმა უნდა დიდი მასალაც მომიმტვრება შეძლების დაგვარად ვიღებ და გაგროვებ ამ კოლექციას. ძალიან საინტერესო ტრადიცია, მით უმეტეს ასეთ ცხელ ზაფხულში საღამოზე ამ მშვენიერ გარემოში. ardgeni ზაფხულის თბილისში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი მოვლენაა. ხალხური შემოქმედების ზეიმი, რომელიც ფოლკლორულ და თანამედროვე ხელოვნებას ერთ სივრცეში აერთიანებს, კუსტბაზე 25 ივლისამდე გაგრძელდება. კულტურის ამბებით მე ხვალ საღამოს აგიბრუნდებით. მომავალ შეხვედრამდე. 14 ივლისის მთავარი თემები მოამბის გუნდმა წარმოგიდგინა